ეს არის დღის არხი რადიო იმედზე ზაზა ჭიტანავასთან ერთად დღემშვიდობისა ვინც ახლა შემოგვიერთდით რადიო იმედის დღის არხის ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას და ახლა ყოველ წელს არის ხოლმე ეს პერიოდი როდესაც ახლოვდება ბზობა ეს დღესასწაული ხშირად გვიწევს ხოლმე იმაზე საუბარი და შეხსენება რომ ნაძვისა არ იყოს ზამთარში მესმის დროს რელიგიურად საერთო პოლიცია მაგრამ მცენარესთან მიმართებაში დაახლოებით იგივე გამოწვევა და პრობლემაა როგორც ამ შემთხვევაში ბზის კუთხით და ამ თემაზე სასაუბროთ ზოგადად ჩვენ რადიო იმედის სტუდიაში ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროს ბატონ გიორგი ბერეჩიკიძეს მასპინძლობთ გამარჯობა მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის თქვენ მადლობა სტუმრობისთვის ბზის მოჭრა როგორც ყოველ წელს არის ხოლმე ერთგვარი გართულების მიზეზი და მეორე მხრივ არის საპირწონეზე რელიგიური ნაწილი. თუმცა მე ხშირად მომისმენია ხოლმე რაღაცა შუალედურის გამოძებნა არის შესაძლებელი და სანამ ვისაუბრებთ უფრო ცალ თემაზე მოცემულობა როგორი გვაქვს სტატისტიკური შეფასება თქვენი სუბიექტური აზრით თუნდაც ცნობიერების ამაღლების კუთხით როგორია რა იცვლება და რა ვითარება გვაქვს და ამასობაში თუნდაც ბაზარი ხო ხდება რომ იგივე ბზობის მოახლოებასთან ერთად ბზაზე იზრდება ინტერესი იმპორტი იყო რამდენად ვიცი აი რა ხდება და რამდენად ახერხებს იმპორტი იმ თუნდაც ნუსხაში მყოფი კოლხური ბზის შენარჩუნების რაღაცა აი ამ თვალსაზრისით სასათბურე პირობების შექმნას თუ ესეც არ შველის. კი ბატონო მოგახსენებთ. პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ წელსაც ამ საკითხით დაინტერესებისთვის უკვე პრინციპში მეათე წელი ხდება რაც აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი კამპანია ნუ მოჭრი ბზას და ყველაფერი დაიწყო 2015 წელს როცა საქართველოში გამოჩნდა ერთი ახალი მავნებელი რომელმაც ჩვენს ესეთ საკრალურ მცენარეს ბზას რომელიც ამაზე კიდევ ცალად ვისაუბრებთ. კი აუცილებლად დიდი პრობლემები შეუქმნა. და ნუ მას მიერ დავიწყეთ აქტიურად მუშაობა და რომ შევადაროთ ახლა მაგალითად სტატისტიკა 2015-16 წლების და დღევანდელი დღის რადიკალურად უკეთესი სურათი გვაქვს ცალსახად, იმიტომ რომ მოსახლეობამდე მივიდა ის მომენტი რომ არ არის აუცილებელი სახში დიდი ბზის ტოტები შევიტანოთ. უფრო მეტი ნაწილი ჩემს გარშემო მაგალითად ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახსწრები, ჩემი ახლობლების ხო ქოთანს ანიჭებენ მოპირატებას რომ ბევრი წელი ქონდეს და ნუ ეს სიმბოლურად პატარა ტოტი ყველა შეაქვს მაინც სახში. რაც შეეხება თქვათ კერძო სექტორის მიერ დარეგულირებას არ უშნი პრობლემის როგორც ვიცით ახლა შემოაქვს არაერთ სასათბურე მეურნეობას უცხოეთთან თურქეთთან ძირითადად და ჰოლანდიიდან მზის გამოყვანილი ენერგიები სხვა ზომის იქნება ეს დაწყებული ჩითილი ზომი და დათვალებული მრავალწლოვანი ბუჩქებამდე და ცდილობენ ამით და ხელით შეგვიწყონ ესეთ ნუ თან ბიზნესი აკეთონ თან ჩვენს ხელით შეგვიწყონ ნუ გამოვიდა ასე გვინდა არ გვინდა გამოდის უნდა არ უნდა რაღაც სოციალურ პასუხისმგებლობაში ერთვებიან და რაღაც მომენტში ესაც არეგულირებს ცხადია პრობლემას ის რომ თქვათ უფრო მეტი პროდუქტი არის ბაზარზე ხელმისაწვდომი და მოსახლეობას აღარ უწევს თქვათ ტყიდან გამოტანა დიდი რაოდენობით მაგრამ მაინც პრობლემად რჩება და დღეს კოლხური ბზა რომელიც აღნიშნეთ როგორც აღნიშნეთ წითელი ნუსხის სახეობა არის ისევ და კვლავ საჭიროებს ჩვენს გვერდში დგომას მოდი ესე ვიტყოდი ანუ რა გამოდის მაინც ეს ბუნებრიობისა თუ ავთენტურობის ელემენტი მძლავრობს და პრინციპში შეიძლება ეგრე ვთქვათ ხო იმიტომ რომ მაინც კოლხური შენს ნიადაგზე მოსული სულ სხვა პეცი აქვს შენი მიწიდან მოტანილს კი ალბათ ეგაცა მაგრამ ანუ ორმაგი დილემის წინაშე ვართ ხო ერთი კარგია და მით უმეტეს გლობალიზაციის პირობებში შეიძლება ამას კიდევ უფრო ანიჭებენ უპირატესობას მით უმეტეს სხვა გენმოდიფიცირებული თუ ნიტრატებით გავსებული და ასე შემდეგ საკვები პალიტრის ფონზე შეიძლება ამაზეც ფიქრობ რომ ის რაღაცა ხელოვნურად აი ეს უფრო ავთენტურია და რაღაც ლოგიკა შეიძლება ამაში იყოს მაგრამ თან შენთან მოწევლია თან სოფლიო მასშტაბით უნიკალური ჯიში გაქვს ბზის ხო მაგრამ მეორე მხრივ ეს უნიკალურობა რომელიც უნდა შევინარჩუნოთ თუნდაც ამ ერთი კვირეულის ფარგლებში არასწორი მოპყრობით შეიძლება მკვეთრად ვაზიანებთ ხო და ნუ ბაზარი ალბათ კიდევ უფრო დაინახავს აი ამ საჭიროებას და ნუ ბაზარი ყველაზე უკეთესად არეგულირებს როგორც ეკონომიკის სპეციალისტები გვეუბნებიან თუმცა ჩვენ ახლა უფრო სოციალური პასუხისმგებლობა გვადარდებს და მით უმეტეს კლიმატის ცვლილების ფონზე ერთიორად გაზრდილია საჭიროება ჩვენი ყურადღებისა თუ ჩართულობისა ხო მათ შორის კოლხურ ბზასთან მიმართებაში და აი თქვენაც აღნიშნეთ რომ მაგალითად თურქეთიდან თქვით ჰოლანდია ახსენეთ და ეს ბზაც სხვა ტიპ ჯიში არის სხვა სახეობაა და მისი ეს
ვიზუალიზაციაც ალბათ განსხვავებულია, მაგრამ იგივე კოლხური ბზა, რომელიც პირობითად მაინც უნდა მოტეხონ რაღაც პერიოდის მერე და იმის ნახევარი რომ ერთხელ მოტეხონ ასე ვთქვათ და სასათბურე სივრცეში მათი გავრცელება დაიწყონ და სასათბურე სივრცეში გამრავლებული ასე ვთქვათ ბზების ტოტები წავიდეს და გაიყიდოს იმ ბუნებრივ გარემოში უფრო შენარჩუნდება ამ ხრივ შეიძლება ახლა ბიზნესმა ეს არ დაინახოს და გამზადებული იქიდან ჩამოიტანოს. კი ბატონო. უფრო იაფი დაუჯდეს შეიძლება. მაგრამ ეს ალბათ ახლა რაღაცა იდეის სახით მივედი რაღაც კონცეპტუალურამდე, რომელიც ალბათ სახელმწიფო მხარდაჭერით როგორც პროექტი გეგმა უნდა გაკეთდეს თუ მოკლედ ეს ჩემი მსჯელობაა და თქვენი დაკვირვებით რა შესაძლებლობები და ბერკეტები გაგვაჩნია იმისთვის რომ ტრადიცია ერთის ხრივ, რელიგია მეორეს ხრივ და ყველაზე აი ამ ყველაფრის ერთობლიობა არის ჯამში ეკოსისტემა და შენი მრავალფეროვნება, ბიომრავალფეროვნება, რომელიც იგივე იდენტობის ამბავში არის ღირებული. კი, ცალსახად ისე აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან უნიკალური ქვეყანა გვაქვს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. იმიტომ რომ სოფლიოში სულ არის 36 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი და საქართველო, რომელიც არის ერთი ბეწო ქვეყანა, ამ სიაში შევიდა ამაზონის ტყეებთან ერთად. რაც არის ძალიან ისეთი საამაყო, ნუ ჩემთვის ვთქვათ, როგორც ეკოლოგისტვის, ხო? რაც შეეხება მაგალითად იგივე კოლხურების დაკალმებას, ამ ბუნებაში ტოტების აღებას, მას დაკალმებას შემდგომ გაყიდვას თუნდაც, ხო? კანონი ამას არ კრძალავს, თუ ეს არის ლიცენზიის ფარგლებში გაკეთებული. ანუ ესე მეტად რომ წავიდეთ მოვტეხოთ, არ შეიძლება. იმიტომ რომ თავიგე, მაგრამ აი არ შეიძლება ეს ლოგიკით, მაინც მოტყდება. თვითონ იმდენი არ მოტყდება, რომელსაც მე და თქვენ ერთად მოვტეხოთ, რომ მოვინდომოთ, აი გამბავი არის. ბუნებრივად თუ რამე დაზიანდება და მოტყდება. არა, ბუნებრივად მოტეხოს არა. ბზობის მოახლოებისას მაინც ხომიდიან და მოტეხავენ თქო, მაგრამ არჯობია რომ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ დაუშვა ეს მოტეხვა და ლეგალიზებული გახადოს სასათბურესთვის, სათბურის გარდა სხვა ისეც მიაყოლებს, მაგრამ მე უკვე აქედან განივრცობა. ამ იდეას საუბრობ. კი, არა, მე ისე განხილვის საკითხებია ეს. ახლა ადვილი სალაპარაკო, მე დეტალებში ისე ვერ ვერკვევ, მაგრამ კი ბატონო. ზოგადად არამერხნული რესურსის ბუნებიდან მოპოვება კანონის ფარგლებში შეიძლება, ოღონდ არაწითელი ნუსხის და არაბზის, მაგრამ ნუ ამაზე შეიძლება თქვა დალაპარაკება, რომ გრძელვადიანი გეგმის შესადგენად, ეგას არ არის პრობლემა. ხო, თან რაღაც განახსენეთ, ხა ჩვენი კოლხური ბზა მართლა ვიზუალურად განსხვავდება თურქეთთან ჩამოტანილია, ის ბუქსუს სემპერვირენსი არის ის სახეობა, ბუქსუს კოლხიკა არის ჩვენი. უფრო პატარა წვრილი გრძელი ფოთლები აქვს ჩვენს, იმას რომ დიდი და პუსკუნა ფოთლები აქვს, ანუ ჩვენი მაინც ჩვენია რა, ისეთი სხვანაირი ტიპი არის და მეც უფრო მესიმპათიურება. და ხო შეიძლება ეგ მომენტიც თამაშობს რაღაც როლს, რომ არამე არ მინდა რაღაც ჩამოტანილი და მინდა ჩემი ავთენტური ქართული კოლხური ბზა და ნუ შეიძლება ვერც ასხოვებს. ხო, მაგრამ მაინც თქვა. ნუ კაი, გავუგებთ რომ ურჩევნიათ ადგილობრივი და მათი. ხო, როგორ შეიძლება კიდე პრობლემის მოგვარება გარდა თქვა აი საინფორმაციო კამპანიები რას თუ ატარებ, ხომ შეიძლება მართლა გამოიგვა მე შედეგი. ხა წეგამ საუბრობდით და ეხლა ვიტყვი რომ შევადაროთ აი 10 წელი რა ხდებოდა იგივე ქუჩებში, ბზობის მერე რამდენი საღი ტოტი რჩებოდა ნაგვისურნასთან და რომ შევადაროთ თქვა ჩარშანდელი მონაცემის შარშანწინდელი, რადიკალურად შემცირებული არის ეს, თუმცა გამქრალი სამწუხაროდ არ არის. და აქვე უნდა ვახსენო ალბათ ის სანქციები და ჯარიმები, რომელიც ყოველ წელს უფრო მკაცრდება. და დასაწყისთვის იყო 500 ლარი ჯარიმა მხოლოდ ბზის დაზიანებისთვის, მაგრამ ეხლა არის 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმა და თუ კი ბუნებისთვის მიყენებული ზიანი დაანგარიშდება და აღმოჩნდება, რომ თქვენ მაგალითად როცა მოტეხეთ ბზის ტოტები რაღაც რაოდენობას გადააჭარბეთ და 1000 ლარს აცდა ზიანი, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დადგეს თქვენი. და რასაც მოვუწოდებ ხოლმე ყველას, ანუ გარდა იმისა, რომ არ მოტეხოთ ბზა, იმიტომ რომ ცოდუა, არ გაიშაროთ თავი, იმიტომ რომ არ გიღებს ტოტის მოტეხვა პირობითად ციხეში წასვლად. ჩემი პირადი აზრია ხოლმე და ყველას ამას ანუ გამკაცრდა სისხლის სამართლებრივ კანონამდე? დიახ, თუ 1000 ლარს გადააჭარბა ზიანმა. და 1000 ლარამდე რომ მოვტეხავ ამ ტოტებს, თქვა 1000 ლარში ჩავჯექი. ამ შემთხვევაში ამ ტოტებს რისთვის გამოვიყენებ, ხო არა აქვს მნიშვნელობა? ტოტებს ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, ტოტებს წაგართმევთ და ჯარიმას დაგიწერთ. ჯარიმა გადაიხადოთ, ტოტები დაგჭეს არა? არა. მე ისე დაკალმების შესაძლებლობაზე ვარ. ხო, არა, ამ შემთხვევაში არა, მაშინ უნდა წინასწარ მოიწერო თქვა წერილი ეროვნულ სატყეო სააგენტოში ან გარემოწოდების სამინისტროში, მოითხოვოთ ნებართვა, რომ ამ ლოკალური წერტილიდან თქვა ავიღებ ამდენ კალამს, თქვენ გამოდით თუ მოგრესეს ნებართვა, სპეციალისტი გამოყვებათ, შეგხედავთ რომ სწორად აიღოთ კალმები რამე არ დააზიანოთ და უკვე კანონის ფარგლებში იქნება, მაგრამ ესე რომ მოტეხოთ და მე რაღაცა კეთე აღარ გამო. კი ბატონო. ახლა ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ მავნებელზე, რომელიც კოლხურ ბზას ისედაც პრობლემა არ აკლდა და კიდე დაემატა. 1-2 კვირის წინ თუ არ ვცდები ამ სტუდიაში მე მასპინძლობდი
ადამიანს, რომელთან ერთადაც საუბრობდით იმ ზომებზე, რასაც უკვე ვღებულობთ ფაროსანასთან მიმართებით და ჩვენი სივრცისთვის აბსოლუტურად უცხოხილია, ასე თქვათ, რომელსაც არ ყავს და შემოვიდა მარტო ბუნებრივი კონკურენტის გარეშე და შექმნა ამან პრობლემები, ჩვენ რაღაც შეწამლა, სხვა ტიპის აქტივობა არის, რომელიც 100%-ით ამას ვერ ანადგურებს, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც დონეზე პოპულაციას იჭერს და რეგულირება მოხდა, ეს უკვე დიდი შედეგია. მაგრამ იქ იყო საუბარი, რომ ასე ვთქვათ, უკვე ნელ-ნელა იმ გეოგრაფიულ მარშრუტს გლობალიზაციის ფონზე ფაროსანისას გამოყვა მისი ბუნებრივი კონკურენტი ჩინეთიდან და ნელ-ნელა შემოყვა და თურქეთში ძალიან სერიოზულად იწყება მისი ადაპტაცია, ჩემი აზრით, ნებისმიერ ქიმიას ბუნებრივი ასე ვთქვათ, კონკურენტი, ხო, ბიოაგენტი აჯობებს, მე მთავარია ის არ მოხდეს, რომ ის დარჩეს მარტო და ის იყოს ახალი დომინანტი და ახალი თავის ტკივილი, მაგრამ როგორც ვხვდები, აქ ისინი ერთმანეთით ცოცხლობენ და ამიტომაც ალბათ ისიც არ დაუშვებს, არ ვიცი, ზედმეტ კვერსში არ დაიბუდებს, რომ თავისი თქვათ შთამომავლობა გააძლიეროს. კითხვა მიმყავს, აი ჩვენ აქ კოლხური ბზის შემთხვევაში ბზის ალურა საიდან, როგორ, რატომ დამახასიათებელი იყო თუ არა და რა მექანიზმები გვაქვს ამასთან ბრძოლის? კი ბატონო, ფაროსანას მაგალითად ნაკლებად აღნიშნა და ზოგადად ნებისმიერი მავნებელი მწერი რეგულირდება მისი ბიოლოგიური მტრის მეშვეობით და ზოგადად ბიომრავალფეროვნების ჯაჭვიც ასე არის აწყობილი ცხოველიდან დაწყებული ფრინველით გაგრძელებული და ქველწარმავლების შარდ. აბსოლუტურად ეს ჩვენი ბზის ალურაც, რომელიც 2014 წელს გამოჩნდა საქართველოში პირველი დაფიქსირება, ეს იყო დაცული ტერიტორიების ფართობებზე 2014-ში. 2015-ში გადმოვიდა უკვე ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქონერებულ ფართობებზე და აი ზარი ავტეხეთ განგაშის დავიწყეთ მუშაობა. და ზოგადად მავნებლის ისტორია მოდის სოჩადან. სოჩაში რო იყო ოლიმპიური თამაშები, იქ ჩაიტანეს ბზები იტალიიდან და ეს ბზები იყო შეწყიდული ჩინეთიდან და ნუ გადაყვა, მთელი ციკლი იყო მანდ. ნუ ჩვენთანაც გამოჩნდა, გავრცელდა. და აფხაზეთის ტერიტორიით შემოვიდა და დანარჩენ საქართველოში ნამდვილად. შემოვიდა და მოედო ყველგან. აი, რაც ახასიათებთ ინვაზიურ, ანუ არაადგილობრივ მავნებლებს, არიან ძალიან სწრაფად ვრალდებიან. ხო, იმიტომ რომ არავინ ყავს. არავინ არ ერჩის. და კიდე საერთაშორისო საინტერესო რაც არის, ახლა თქვათ მწერების შემთხვევაში ჩიტები ჭამენ ხოლმე მწერებს, ხო, მაგრამ ბზის ალურას შემთხვევაში ამან არ იმუშავა და რატო? ბზა თვითონ არის შხამიანი მცენარე. ესე ვთქვათ, რომ ჭამოთ, მოვიწამოთ ალკალოიდებს შეიცავს დიდი რაოდენობით და როცა ეს ბზის ალურას მუხლუხო ჭამდა ბზის ფოთლებს, ეს ალურა კიდე უკვე შხამიანია. ალკალოიდები აკუმულირდებოდა მის სხეულში და ჩიტები აღარ ჭამდნენ, გემრიელი აღარ იყო მათთვის. ანუ ეს კიდე ერთ პრობლემა დაემატა. და უკვე 2019 როგორი მწერია რომ ეს ქიმიური მდგომარეობა მისთვის პრობლემას არ აქვს. ხო, პირიქით იყენებს სათავე. როგორც აი პანდები ჭამენ თქვა ბამბუქს და ტოქსიკურია ბამბუქის ახალი ნაზარდი, არაფერი მოდის, ამათაც იმუნიტეტი აქვთ. და თავსაც იცავენ. მე უკვე დავიწყეთ აქტიურად მუშაობა მის წინააღმდეგ 2016-დან წამლობები დავიწყეთ ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოყენებით, ქიმია არ გვიყვარს ზოგადად, ჩვენ დავცდილობთ რომ ნაკლებად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ მაინც გარემოს აპინძურებს. ჩვენც მომხრეები ვართ. ძალიან კარგი, პარალელურად დავიწყეთ ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენება, ესეთ ყუთები იყო ეკი და ბევრგან ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. კი. და ბოლოს უკვე 2019 წელს ჩემი სამაგისტრო კვლევა ეხება სხვაში ბზისალურას ბიოაგენტებს, აღმოვაჩინე რომ ესეთი ბუგრების მჭამელი ჩუხჩუხელა ბუზები არიან, უცნაურად გესმის, მაგრამ პატარა ლამაზი ბუზები არიან. ჩვენებურები არიან. კი, ჩვენი სახეობები არიან. კი, ბატონო, და მათ დაიწყეს მისი ჭამა. ანუ ამ ჩუხჩუხელა ბუზის ლარვა ჭამდა ბზისალურას ლარვას. და ნელა დარეგულირდა ეს ყველაფერი. ჩუხჩუხელა ბუზებისთვის იმუნიტეტის კუთხით ეს პრობლემა არ აღმოჩნდა. როგორც წესი ისინი შხამთან კარგად არიან და მშვენივრად მიირთმევდნენ. ამანაც ნელა დაარეგულირდა, პლუს ჩვენ საკიდან წამლობას ვახმარდით და ნელა მოხდა ის, რომ დაარეგულირდა და მაქსიმალურად მინიმუმზეა დღეს დაყვანილი და აქ რაც უნდა მავნების რაოდენობა, რაც უნდა აღნიშნო, აქ საინტერესოა იმათ სახსენეთ ფაროსანეს, ანუ ინვაზიური მავნებლის ბუნებიდან გადაშენება ფაქტობრივად არ ხდება არასდროს, ვერ ხდება. ანუ რაღაც რაოდენობა ფაროსანას, ბზისალურას და ყველა სხვა ინვაზიური მავნებელი ყოველთვის იქნება საქართველოში აწი, რომელიც შემოვიდა. ანუ სულად ერთხელ შემოსული, მე მისი აქედან უბრალოდ რაოდენობა ამოშანთვა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. რაღაც რაოდენობა იქნება და მთავარია პულსზე გვედოს ყოველთვის ხელი, რომ არ გაგვეპაროს, რომ ისევ არ აფუთქარდეს, ანუ მასობრივად არ გამრავლდეს. ანუ ამ ეტაპზე მადლობა გმერთ, საბედნიერო მშვიდობა გვაქვს და დარეგულირებულია და ეხლა ჩემი კვირაში მივიდივარ რაჭაში, რომ გადავამოწმო, იქ გვაქვს რაჭაში ბზის საკონსერვაციო უბანი 10 ჰექტარი. ტყიბულიდან რა ვდივართ ამბროლაურში, ნაქერალას უღელტეხილზე, სულ გადაბიბინებულია ბზები 10 ჰექტარი. კი. და ეგ არის საკონსერვაციო უბანი, როცა ალურა კიდევ უფრო დარეგულირდება, აქედან მოხდება ჩვენს მიერ საკალმე მასლის აღება და გადამრავლება იქსაც გადაშენდება. ეს ქედს გადასვლამდე 9 ჯარის ასაკობთან ზუსტად წვერზე.
ზუსტად წვერზე. ასახვევიდან წვერამდე. კი ბატონო, გზად შედის მარჯვენა მხარეს, შეგიძლიათ ცენტრალური და იქ ისიც არის. გადასახედიც არის. კი, ბანერიც გვეკიდა, მაგრამ მზის საკონსერვაციო უბანი და გადასარევი გზები შეგხვდებათ. იმედი ახლა არავინ გაიგებს აი ქართულად. არ უნდა გეთქვათ. ხო, ზედოხედობის სამსახური გასხოვნი ასახვევში ასე რომ კონტროლდება იქ. ისინი დგანან ნიქით უკვე წყალსაცავის ნაწილში, როცა რაჭიდან აქით მოვდივართ. ხო, ალბათ მოგიწევთ ერთი ბრიგადის დამატება, ერთი კვირა მაინც ალბათ ყიბულის გასასვლელთან. ნუ სხვა მხრივ, როდესაც აგერ გაზაფხულია, ზაფხული ახლოვდება, როდესაც რაჭისკენ ადამიანები გაიმგზავრებიან, ამითიც ისარგებლებენ, რომ შეათქორენ ულამაზესი ლოკაცია არის, თუნდაც ფოტოების გადასაღებად. ეს იმ გადასახეთთან მეუბნებით, ხო და კი, გადასახედიდან იგივე ანტენებიც არის, მე მგონი. კი, ზუსტად. მანდ არის სოჭნარი და ქვევით არის ბზები სულ. კი, იმიტომ რომ მეც მომხდრია თვალში მოძრაობის დროს, მაგრამ იქ გადართულია ვიზუალიზაცია იმაზე, რომ მეტწილად წიწვოვან ხეებს ელოდები და ეს მოულოდნელია, ხო. თუმცა იმან უნდა აღვნიშნოთ, რომ მანდ რაც არის წარმოდგენილი კოლხური ტიპის ტყე, ანუ მარადწვანე ქვეტყით და ბზა კიდე ერთხელ მაგიტო არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ქვეტყეში ბზა არის ყოველთვის წარმოდგენილი ჩვენთან საქართველოში და მანდაც თავი კომპონენტია. ამიტომაც არის ალბათ იმერეთის და ქვედანაწილში სამეგრელოს ზედანაწილი, იმერეთის ქვედანაწილი, თქვათ, სადაც კლდოვანი მასივები, კანიონები გვაქვს, იგივე სენაკის მიმდებარედ მარტვილის მიმდებარედ იქ კანიონების სივრცეს საოცრად ინახავენ თან თავს ახლა იქ სადაც მიუწვდომელია და ეს კოლხური ბზა საოცრად ერწყმის ამ ძალიან ჰარმონიულია კი ნიადაგს წყალებში ნიადაგს კი ბატონო ქვის მასებს ახლა ესე იგი წერისგან გამომდინარე რასაც თქვენ გისმენდით შემოგეშოლათ ბუზიც რომელსაც ხო დაფარვის ახალი ზონა გაუჩნდა ესე იგი ბზის ავლურის სახით და მეორე მხრივ თქვენი მოქმედება თან თქვენ შემთხვევაში ბზის მავნებელთან ბრძოლა ალბათ შედარებით ადვილი არის ფაროსანასთან შედარებით, იმიტომ რომ იქ ის თუ სწორად მახსოვს ციფრი 30-მდე სასოფლო სამეურნეო ისეთ მცენარეს ერჩის, რომლის მოსავალიც ჩვენთვის აუცილებელია, კი. მნიშვნელოვანია ყოველდღიურობის ფერმერობისა თუ ზოგადად ჩვენი აგროკულტურის კუთხით შენარჩუნების თვალსაზრისით და აქ თქვენ ახლა ბზა არ არის ისე გავრცელებული თქო კერძო საკარმიდამო სამოსახლო სივრცეები არ არის კონკრეტული ნაკვეთები დიდი ნაკვეთები ხო და მაინც ალბათ მეტი წილი დაცულ ტერიტორიაზე სატყეოზე და ალბათ ეს გიადვილებთ ბზის კორომების დაცვის ამბავში ადვილი არ აღმოჩნდა პროცესი და რატომ? ძირითადად არის ხა წეგან სახსენე დინარის ხეობებში. კი, სადაც ფიზიკურად ვერ მიდიხარ ტრანსპორტით რო შეწამლო და ბევრ ლოკაციაზე მოგვიწია ეს ვენახის შესაწამლი აპარატები რო ზურგ-ჩანძურგ მაგითი დავდიოდით და აი ეს მაშინ სპეც გასაბერი ნავებიც გჭირდებათ ალბათ სამინისტროსთვის. და ძალიან რთული იყო ზოგ ლოკაცია. ზოგან უფრო ადვილია ცხადია, სადაც გზა გადის იგივე თქვა აი ნაქერალოს უღელტეხილზე, ხო, მაგრამ ბევრგან სამეგრელოში განსაკუთრებით ძალიან რთული იყო დამუშავებები, რომ რაღაცნაირად მოვახერხეთ ბევრი წვალების მე მაინც მივდექით და დავამუშავეთ. ნუ აქ შეიძლება უკვე დრონების ახალი ტექნოლოგიაც გამოიყენოთ და მაგრამ ვფიქრობთ ხოლმე ახალ-ახალი მეთოდების დამატებას და რაღაცებს ვამატებთ ხოლმე. დრონებს ახლა აქტიურად ვიყენებთ მონიტორინგისთვის ტყეების მაგალითად, იგივე ტყის ხანძრების, აი ეს სად მკვამი რომ გამოჩნდება დრონს უშვებთ, ნახოთ კვამია თუ ვიღაცა მწვავწვავს მაგალითად, რომ წყულად არ მივიდეთ იმ ადგილას და არ დავიწყოთ რაღაც ჩაქრობა და ნერგავთ ხოლმე ახალ-ახალ ტექნოლოგიებს. წყლიანი დრონები მცირე აბზით მაინც უნდა იყოს, არასწორ ადგილას თუნდაც ხან ცეცხლი რო დაანთეს, რო ჩაუქროთ და არა უშენ ჯობია რომ ის მწვადი ვერ მოამზადონ და მე ხანძარი არ გავრცელდეს. აი ამ მოცემულობაში რაში ჩვენ ახლა ვართ. რა შეგიძლიათ თქვათ ის რომ წითელ ნუსხაშია კოლხური ბზა მეორე მხრივ ბზის ალურა შემოგვესია როგორც ვთქვი დავაბალანსეთ და საგანგაშო მდგომარეობა არ აქვს ხო? არა, ამიტომ მშვიდობა გვაქვს. და პლუს გვაქვს კლიმატის ცვლილება. თავარი პრობლემა. ერთი ალურა, მეორე კლიმატის ცვლილება, მესამე ჩვენ პერიოდულად რო შევესებით ხოლმე. აი ამ ყველაფრის ფონზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით კოლხური ბზის მდგომარეობა დღეისთვის როგორია? უფრო დამაკმაყოფილებელი, წითელი ნუსხის კიდე განსაკუთრებულ წითელ კატეგორიაში შედის საგანგაშოა თუ როგორ არის? ნახეთ, ძალიან მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად არის და სახეობას აღარაფერი აღარ ემუქრება, მაგრამ წითელ ნუსხაში სწორედ მაგიტო შევიდა, რომ მისი გავრცელების არეალი არის ძალიან ვიწრო. და ბევრ ლოკაციაზე სამწუხაროდ სადაც თავდაპირველად იყო თქო 2014 წლამდე ბევრგან აღარ არის. უკვე აღარ არის. იმიტომ რომ
ალურამ მოახერხა, შეჭამა და პრობლემა რაც იყო მარტო ფოთოლს არ ჭამდა, ქერქსაც უჭამდა. ბოლოს და მცენარე ვეღარ აიხერხებდა რომ აღედგინა თავი. ამ დროს ქერქი რო შერჩენილიყო, აღიდგენდა და ბევრგან ასეც მოხდა. ანუ თვითაღდგენა დაიწყო 3-4 წლის მერე, რო გოგონო რო გახმა, მერე დაიწყო ამოყრა. ანუ იკრიბავდა ენერგიას და მერე დაიწყო ამოყრა. კიდე კარგია ეს ბუნებრივ გარემოში იყო ეს კორომები და არა ხალხის მიერ კონტროლირებაჩი, თორე 1-2 წლის თავზე ამას მოჭრდნენ, იტყოდით რომ არ ვარგა. კი ბატონო. ხო და რეალურად ახლა იმის ფონზე თქვა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი გაახმო ალურამ, ბევრი დააზიანა, დაადეგრადირა კორომები, ნაწილი გახმა, ნაწილმა დაიწყო თვითაღდგენა, მაგრამ იმის ფონზე რა რაოდენობაც იყო ზოგადად ქვეყანაში ბზა და ისედაც ცოტა იყო. ნუ არაუშავს რა მდგომარეობა გვაქვს. უკეთესი არც ყოფილა პრინციპში მანამდე, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ლოკალურ წერტილებზე იყო გავრცელებული, კი იყო 100-ლოვანი და 300-ლოვანი ხეები, რომლებიც ნაწილი გახმა, ნაწილი გადარჩა, მაგრამ დღეს მდგომარეობის თუ ჩვენ ხელი შეუწყეთ საქართველოს მოქალაქეებმა, მაცხოვრებლებმა, ხო? ვთვლი რომ სახეობას ძალიან მალე აღარ დაემუქრება საფრთხე, იმიტომ რომ მავნებელი დარეგულირდა, ეხლა ორფეხა მავნებლებმა არ გავაფუჭოთ. კლიმატის ცვლილება? კლიმატის ცვლილებას ნახეთ, თუ ადაპტირებაც არის, კლიმატი არ იცვლება ძალიან სწრაფად. ზოგადად კლიმატის პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა იცვლება. მცენარებს აქვთ ეს უნდა რომ ადაპტირდნენ. ამ ჩვენ არ ვართ დინოზავრების ეპოქაში რომ მეტეორიტი დაგვეცა და ვერ გადავრჩეთ, ხო? ნელ-ნელა იცვლება და ვეჭვი. ჩვენ უფრო პრობლემა გვაქვს, იქ წნევებია, თავის ტკივილებია რაღაცა, ხო კლიმატის ფონზე. კი ბატონო. მათ აქვთ ეს, ნუ ჩვენ ხელი თუ არ შევუწყოთ, არ შეუშალოთ მაინც. იქ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ხელი არ შეუშალოს მაინც. და ერთი კითხვა, თუ მაინც მიაღწიეს ნაკლებად კონტროლირებად სივრცემდე სადაც ბზა, იქ მცირე ტოტების მოტეხვით ის დაზიანდება თუ ტოტალურად გასხიფვის შემდეგ უფრო დაზიანდება რა ხდება? გეტყვით ნახე, წეღან აღარ ვახსენე, ეხლა დავამატებ, ბზის ალურის გარდა ბზას აქვს დაავადება, რომელსაც ქვია ბზის სიდამწვრე. ეს დაავადება ვრცელდება აი მოტეხილი ტოტებით. ზუსტად სოკო არის და სპორები ძალიან მარტივად ვრცელდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სპორებს და ჩვენ რო დავამტვრევთ ერთ ადგილას ტოტს, მეორე ადგილას ტოტს, ერთი რომ მცენარეს უტოვებს ჭრილობა, საიდან სპორი ადვილად შევა მცენარეში. ღია ჭრილობა და შევიდა და მეორე გავავრცელებთ ერთი ლოკაციიდან მეორეზე. ესე გავრცელდა თავის ძირზე მთელ საქართველოში ეს დაავადება. სადღაც იყო ლოკალურად მოტეხეს ტოტები, გადავიტანეთ დასავლეთიდან აღმოსავლეთ აღმოსავლეთ იქით აქეთ და ვატარეთ და ყველგან გავრცელდა. ჩვენც დავეხმარეთ. თალსახად ჩვენ დავეხმარეთ. მოგზაურობაში ბზის ალურას, ხო? კი ბატონო, ამიტომაც ხო მაგიტომ ამბობთ რომ არ არის ზოგადად რეკომენდირებული მოტეხვა ამ ტოტების ან მოჭრა, იმიტომ რომ ბევრ ამას გავაფუჭებთ იმ ჩვენი ერთი პატარა ქმედებით და თან თუ გავითვალისწინებთ როგორ ტეხავდნენ ადრე უმოწყალო თელ ბუჩქებს და მთელ ხეებს და მოქონდათ რა ვიცი მეგონი ფესვებიანად ლამის ეგ საერთოდ კატასტროფაა, იმიტომ რომ იქვე ჰაბიტატს ვანადგურებთ რაღაც სხვა ცხოველისთვისაც და მწერისთვისაც, რომელიც იქ ბინადრობდა იმ ბუჩქთან ან ბუჩქის ქვეშ ან ფესვებში ან ასე შემდეგ. მოკლედ პატარა რაღაცის თქმედებით ძალიან ჯაჭვურად ბევრ ამას ვაფუჭებთ ხოლმე ადამიანები. ხო, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმ ქმედებებზე, რაც უკავშირდება ბზობას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება გონივრულად, ხო? არ ვიცი ახლა ეს მე არც თეოლოგი ვარ და ალბათ სასულიერო პირების განმარტება იქნება, მაგრამ ალბათ მე მგონი არსად არ წერია რომ მთელი გვირგვინი უნდა იყოს ან თაიგული ბზის ტოტებისა, ხო? იქ ერთ მცირე ტოტზეა საუბარი, პატარაზეც ალბათ და მას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ვიზუალური მხარე, თორე შინაარსობრივი მხარე ალბათ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია რელიგიურ ნაწილში. ანუ ჩვენი ქმედება ახლა ჩვენი ქმედების იმედადაა მომავალი კოლხური ბზისა საქართველოში. თალსახად. კი, ნამდვილად ეგრე არის, ყველაფერი ჩვენს ხელში არის, თუ მგვენდომება რომ ეს სახეობა იყოს და ბევრი წელი გაგვახაროს და არ მოგვიწვიოს თუნდაც მხოლოდ შემოტანილი ბზის ტოტებით აკმაყოფილება და ბუჩქებით, უნდა მოვუაროთ იმასაც ჩვენია და ავთენტურია, რათა ბევრი წელი ვთქვათ, რომ კოლხური ტყის ეს უნიკალური კომპონენტი არის, იყო და იქნება. და სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენი ბიომრავალფეროვნების ალბათ ბრალიც არის ის, რომ ასე ადვილად ახერხებენ აქ უცხო მწერების განვრცობას, ხო? შეიძლება მისთვის მიუღებელი კლიმატი იყოს და ვერ გავრცელდეს და განადგურდეს, ან სხვაგან გადაინაცვლოს. იდეალური გარემოთი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა. დასავლეთში არ მოეწონება, აღმოსავლეთში გადმოვა. თამოუნდება წავა ზევით, ბარი მოუნდება სამხრეთით გადავა, ჩრდილოეთით გადმოვა და ასარჩევი არის. მაგ ამბავში ძალიან დიდრები ვართ, კი. ეს ჩვენი გეოპოლიტიკისა და სატრანზიტო სივრცის არ იყოს ერთი მხრივ პრობლემა, მეორე მხრივ შეიძლება კი რა ცალსახად სიკეთე, უბრალოდ თავარია როგორ მოახერხებ ჩვენ ამ ყველაფრის გამოყენებას და აქაც ალბათ გონივრული მიდგომა ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია. მადლობა დიალოგისთვის, მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესოდ დაგვანახეთ კოლხური ბზის დღევანდელობა, იმიტომ რომ
ის რომ ბზას სხვანაირად უნდა შევხედოთ და მოუვაროთ, ამაზე ბევრი წელია ვსაუბრობ და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ამ კულტურასაც სხვანაირად განვავითარებს და აუცილებლად ეგრე იქნება, მე მჯერა და მადლობა აღნიშნულ კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის. არა, იმიტომ რომ ეს სხვა ყველაფერთან ერთად ჩვენი ბიომრავალფეროვნების ნაწილი ერთი ბიოლოგიურად. ჩვენი ქვეყნის ტურისტული მრავალფეროვნების კუთხით მეორე, იმიტომ რომ შეიძლება გავიდეს წლები და კოლხური ბზაც გახდეს ვიღაცა კატეგორიის, რომელიღაც კატეგორიის სტუმრებისთვის, ადამიანებისთვის, სპეციალისტებისთვის მიზეზი ცალკე სტუმრობისა ქვეყანაში. კი, აუცილებლად. არის კიდეც ეგრე სხვადასხვა ბევრი ჩამოდის, იმიტომ რომ ჩვენი უნიკალური სახეობები ნახოს, იქნება ეს ფლორა თუ ფაუნა. ძალიან პოპულარულია საქართველოში ბიომრავალფეროვნების ტურები. კი ბატონო. და ეგ არ უნდა დავკარგოთ ხელი და იმიტომ რომ ჩვენი სავითო ბარათია ფაქტობრივად დღესაც კი ერთ-ერთი. თალსახად არა, მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. რადიო იმედის ფენელს შევახსენებ, რომ ჩვენ ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსს ვესაუბრებოდით და ჩვენი დიალოგი გიორგი ბერეჩიკიძესთან აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე, ჩვენ ვსაუბრობდით ბზაზე და ალბათ განსაკუთრებით კოლხურ ბზაზე. მადლობა ნახვამდის.